ისეთი მოწესრიგებული იყო, რომ შემოვიდა მაშინ მიიქცია ყურადღება. ეს იგი ბრენდული ტანსაცმელი ეცვა, შილაკი, თმების სალონში გაკეთებული რუჯი, იცით როგორ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თავის თავს აფასებდა უკვე. ნახეთ, ფასეული ხდებოდა. ნუ ალბათ ჩემ გემოვნებაში ჩდებოდა და იმიტომ. აი უნებურად თავს რო გაფასებინებს ადამიანი, აი ისეთი იყო. ჯინსის შარვლის გადაკეთება მინდაო სათავის დაბატარავებაო, გაიგეთ და გაიზომა, ავიღე ზომები და მივხვდი რომ შრომატევადი იყო, სათავე უნდა მოუმეძრო, მე უნდა დამპატარავებინა და ხელახლა უნდა მომერგო შარვალზე, მაგრამ მეტის თქმა შემეძლო ფასზე, მაგრამ 20 ლარი ვუთხარი. და ნამაყად ვუთხარი, ამაყად, რომ აი როგორი კარგი გოგო ვარ. და წამიერად გაჩუმდა და მითხრა 15-ად არ იქნებაო? აი აქ უკვე კი არ გავბრაზდი, გავოცდი. აი გავოცდი 5 ლარზე და ვუთხარი, ნუ კარგით, ახლა 5 ლარი რამეს გიწვიტავთ, კარგით, მაგრამ ჩემი შრომა ასე ღირს თქო და დავხარე თავი და აღარ ავწიე. და გავიფიქრე, აი ლილოში, სადაც მოსულა ფასზე ვაჭრობა, იქ არ მithქვამს დამიკელი, ვერ ვეუბნები. აი თანხასაც გააჩე 3 ლარი, 5 ლარი, აი 10 ლარზედაც ვერ ვეუბნები. თუ უნდა თვითონ დამიკლებს, ან თუ ფასი არ მოგწონს, არა უნდა გახვიდე. წახვიდე და სხვაგან მოძებნო უფრო იაფიანი. არ უნდა ჩემთვის თავის დამცირებაა ეს ყველაფერი. ნუ რა ვიცი, ახლა გაჩნია ხო ფასსაც, თუ ბინას ყიდულობდა 100.000 ღირს, ხო, იქ ვიტყვი, ვთქვათ 100.000-ად არ მომცემდი, რომ 10.000 უფრო ფულია და შარვალს ეტიკეტის არ ქონდა ამძვრალი 180 ლარი ეწერა ხა 180 ლარიან შარვალს რომ ყიდულობდა ყველაფერი გაქვს იდეალურად. ნახე, ხაცა არ ვარგა ეს ჟესტი. იცით რას მივხვდი? შეიძლება ძვირიანი ტანსაცმელი გეცვას. აი ძალიან კარგად გამოიყურებოდე, დახვეწილი იყო, მაგრამ ერთი სიტყვა, ერთი მოქმედება გაუფასურებს, ხო? სწორად კი გაუფასურებს, გაპატარავებს. აი აქედან წავიდა პატარა, აღარ ჩანდა არც მისი ბრენდი, არც მისი მანქანის გასაღების ტრიალი, არც აი არაფერი აღარ ჩანდა. დაპატარავდა და რა ვიცი, მორალი ეს არის, რომ სხვისი შრომა ალბათ უნდა დააფასო. და არაფერს არ ნიშნავს პირველი შთაბეჭდილება. ნახეთ, ხო, მოდის ჩემი მორალი იყოს. პირველი შთაბეჭდილება ძალიან მცდარია და ხშირად ვცდები. არ მეგონა, იმედი გამიცრუვდა, დაპატარავდა. თორე კი არაფერი, ამის ერთ გოგოს ამერიკელ გოგოს სხვათა შორის გავუკეთე ესე სათავე გავუდიდე და 20 ლარი რომ ვუთხარი, პირიქით 50 დატოვა. ეს აბალანსებს ეს ყველაფერი ერთმანეთს, მაგრამ აი არ აბალანსებს ჩემს შთაბეჭდილებას. ვერ ვისწავლე ადამიანის ცნობა. არავის არ უთხრათ ასეთ პატარა თანხაზე დამიკელი. აი არ ჟღერს კარგად, აი არ ჟღერს დიდ თანხაზე კარგი გავიგე, მაგრამ პატარა თანხაზე პატარავდებით, უფასურდებით.